ესეც კიდევ ერთი მურიგი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩვენ დახურულ არხზე, სადაც entry-ზე, stop-loss-ზე და risk management-ზე ვისაუბრებთ. რა არის აქ მნიშვნელოვანი, სწორი entry როგორი არის, სწორი stop-loss როგორი არის, სწორი risk to reward როგორი არის და ყველაფერს გავავლით ამ გაკვეთილში და ვნახავთ თუ რა არის მნიშვნელოვანი ამ დროს, იმიტომ რომ ხშირად ხდება აქ მთავარი stop loss-ზე და entry-ზე შეცდომის დაშვება, არასწორ დროს შესვლა და ხშირად მნიშვნელოვანიც არ არის სიტყვაზე რამდენ trades მოიგებ, შესაძლოა უფრო მეტ trade წააგო და უფრო ნაკლები trade მოიგო, მაგრამ მაინც მოგებაში დარჩე სწორი risk management-ის წყალობით და სწორედ ამ ყველაფერს გავავლით და ვნახავთ რამდენად მნიშვნელოვანი არის კაპიტალის კონტროლი და სწორი შესვლა. მოკლედ, პირველ რიგში დავიწყოთ რა არის სწორი entry. ჯერ ერთი რომ ნებისმიერ შემთხვევაში კონსოლიდაციაზე შესვლა არანაირად არ არის გამართლებული, მაგალითად აი აქ. დღევანდელზე გვაქვს კონსოლიდაცია, ხო? არანაირად აქ არ არის trades გახსნა გამართლებული. ერთადერთი რა trade-ით შეიძლება აქ გახსნა, აღმავალი არის და აქ რახან კონსოლიდაცია არის, double time frame-ზე, დაბალი რისკით და პატარა პოზიცია შეიძლება გახსნა დაღმავალში, იმიტომ რომ კონსოლიდაცია დიდი ალბათობით ჯერ liquidity-ს გააკეთებს და შემდეგ წავაზევით. არანაირ შემთხვევაში აღმავალი ტრენდში შესვლა დაშვებული არ არის. არა თუ აღმავალი ტრენდში შესვლა, არამედ საერთოდ trade შესვლა არ იქნებოდა აქ დაშვებული. აბა რა არის სწორი შესვლის ადგილი? ყველა სწორი შესვლის ადგილი არის ძალიან მარტივად, როცა გვაქვს liquidity. გვაქვს ძლიერი აღმავლობა, ვიცით რომ ტრენდი აღმავალია. მთავარი liquidity გვაქვს, მაგალითად აქ Asia lows liquidity გვაქვს და ვიცით რომ მაღლა უნდა წავიდეთ. ყველაზე კარგი entry 1 საათიანზე მით უმეტეს ესე გამოიყურება და მით უმეტეს გამოიყურება თუ გვაქვს აი ესეთი ფითილასანთელი როგორც აქ არის, ან მაგალითად როგორც აქ არის ფითილასანთელი და ასევე გვაქვს აი ამის liquidity sweep-ი, როცა თითქოს აქ demand-ის შევსება იყო და ზევით მიდიოდა, მაგრამ ამის liquidity sweep-ი ნებისმიერ შემთხვევაში liquidity-ის გარეშე არაფერს არ ვაკეთებთ. თუნდაც ეს იყოს double time frame-ზე. ბაზარი ყოველთვის მოძრაობს შენი stop loss-ისკენ, იმისკენ რომ დაგასტოპოს. იმისკენ რომ შენს დაგასტოპოს, სხვას დაასტოპოს და ნებისმიერ შემთხვევაში liquidity-ის გარეშე არაფერი არ მოიმოქმედო. აქ მაგალითად აი ამის liquidity გააკეთა და შემდეგ წავიდა ზემოთ. აღმავალის liquidity გააკეთა, წამოვიდა ქვემოთ. ამის liquidity გააკეთა, ახლა ზევით მიდის. არასდროს არ შეხვიდე პოზიციაში თუ ვერ ხედავ liquidity-ს. არ არის საჭირო მთავარი liquidity აი ეს იყოს მაგალითად. მაგრამ ხანახი რა ხდება? აქ 5 წუთიანი demand-ი გვაქვს და სწორედ მაგიტომ შეიძლება trade-ში გახსნა. 5 წუთიანი demand-ი, აქ კონსოლიდაცია, equilibrium-ი, ამის liquidity sweep-ი და აქედან უკვე შეიძლება გახსნა. იმიტომ რომ გვაქვს რა, აი ამ კონსოლიდაციის, რაც აქ მიმდინარეობდა, ამის liquidity sweep-ი და მთავარი demand-ის შევსება. მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ აქედან ქვევით არ წამოვაფასი, ხო? არა, ამისთვის გვჭირდება კარგი დაღმავალი დადასტურება. კარგი დაღმავალი დადასტურებაში რა დაგვეხმარება? პირველ რიგში Fibonacci. არანაირად არ უნდა გავხსნათ trade-ი პრემიუმში, თუ აღმავალში ხსნით. მაგალითად აქედან გავავლებთ, ხო? აქედან იმიტომ რომ აქედან იწყება აღმავალი. არანაირად
არ შეიძლება შესვლა ტრეიდში დისკაუნტ ზონაში. აი აქ. ბოდიში პრემიუმ ზონაში. და ხოლო აღმავლობაში პირიქით. მაგალითად ეხლა ვნახოთ. double time frames. აი აქ ქონდა high. ამოვიდით დაბლა. და რა ქნა? მოდი ეს high დავუყენო ხელს. ეს არის ყველაზე მაღალი, ყველაზე დაბალი წერტილი. წავიდა 71%-იანი მაჩვენებელი შეავსო, წამოვიდით ქვევით. ამერე აქედან ეს high, ეს low. წავედით, შევავსეთ პრემიუმში ავედით. დაღმავალ შემთხვევაში პირიქით ხდება რომ ავდივართ პრემიუმში და არა დისკაუნტში. მოდი არა სწორად გავავლით, ხო? თუ სწორად გავავლით. ხო, აქედან ჩამოვიდით. და შემდეგ ხდება ტრეიდის გახსნა. ან კიდევ ერთი ვარიანტი არის ტრეიდს ხსნით order block-ებზე. პირველ რიგში თან ამას ახსნით, ერთი რამ უნდა გახსოვდეს, რომ ნებისმიერი სტრატეგია რაც არ უნდა იყოს, ეს სტრატეგია 100-დან 100 შემთხვევაში არ მუშაობს არასდროს, არც ერთ ტრეიდში არ არსებობს გარანტია, რომ აქ ტრეიდს მოიგებ. მაგრამ შენ უნდა გქონდეს მაღალი ალბათობა. და თუ 100 ტრეიდიდან 60 მოიგე, ან თუნდაც 50 მოიგე და risk to reward-ი გაქვს 3-თან, მაშინ ეს უკვე კარგი ტრეიდინგი არის. შენ არ უნდა გქონდეს ის მიდგომა, რომ ივაჭრო ისე რომ არ წააგო. წაგებები უნდა მიიღო ისე როგორც ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ 100-დან 20-30 ყველანაირ ვარიანტში წააგებ. და შეიძლება 50-საც. ასე რომ ეს 50 წაგება უნდა იყოს მაგალითად $200, მოგება უნდა იყოს $600. მარტივია 50 წაგებ, 50 მოიგებ, მაგრამ ბევრად უფრო წინ ხარ, ბევრად უფრო მოგებაში ხარ, ხო? და ნებისმიერ შემთხვევაში ეგ უნდა განსაზღვრო მომავლის პერსპექტივაში და არანაირად ერთ ტრეიდში. ეხლა რა არის order block-ებზე შესვლა? აი მაგალითად აქ. ქონდა კონსოლიდაცია, ფასი equal high, equal low, equal high, equal low, equal high, equal low და საბოლოოდ ძლიერმა სანთელმა გაარღვია, ხო? პირველი ძლიერი სანთელი, საიდანაც დაიწყო გარღვევა და ძლიერი სანთელი იგულისხმება მსგავსი და არა უფრო პატარა. რომელმაც დაიწყო გარღვევა, ეს არის ჩვენი order block-ები. ხდება order block-ის შევსება და რა ხდება? ფასი მინის მაღლა. order block-ებზე ვახერხებთ მხოლოდ ტრეიდს შესვლა. ან მეორე ვარიანტი, კიდევ ერთი ვარიანტი არის ფერვალიგებზე. ნახე, order block-ები და ფერვალიგები აქ მაგალითად რახან order block-ი შეავსო, არ ნიშნავს, რომ ქვევით არ წამოვა. ეს ყველაფერი სხვა რაღაცეებთან მიმართებაში უნდა იყოს, მაგრამ ძალიან მარტივად, რაც უფრო მარტივად შეხედავ მარკეტს, მით უფრო მარტივი იქნება ტრეიდების მოგება და არც არის საჭირო სიტყვაზე აქედან ტრეიდს რომ აიღო ძალიან მაღლა. არამედ პატარა ტრეიდი აქედან თუ აიღე risk to reward-ი 3-თან ან 2-თან უკვე ძალიან ახლოში იქნება. მაგალითად აქ აიღე ტრეიდი. stop loss-ი ახლა გავავლით როგორ დავაყენოთ და take profit-საც გავავლით. აქ ავიღეთ ტრეიდი, ხო, მაგალითად. აი, 3 უკვე არ არის high-მდე, მაგრამ 3 საკმარისია, რომ risk to reward 1-3-თან ავიღოთ და კარგი მოგებაც გავაკეთოთ. Gold-ზე ასეთ ტრეიდს გახსნა და ასეთ ტრეიდს აღება მინიმუმ $800,000 მაინც უდრის. თუ ძალიან დაბალი რისკით არ შეხვალ.
ყოველთვის გვაქვს ესეთი წესი, რომ trades როცა ვიღებთ დავუშვათ აქედან, stop loss ვაყენებთ არა ამ low-ზე. არა აქ, არამედ რამოდენიმე თიკით დაბლა. იმიტომ რომ ხდება ხოლმე ისე, რომ შეიძლება აღმავლია, მაგრამ წამოვიდეს equal high გატესტოს და შემდეგ წავიდეს ზემოთ, ან პატარა თი გასვიფოს. თუ equal high-ს გატესტავს და შენ ზედ high-ზე გეყენება, ნებისმიერ შემთხვევაში გაგასტოპებს და მე ზევით წავა და არ იქნება კარგი. კიდევ ერთი როდის არ შევდივართ trade-ში. როცა უკვე დავკარგეთ trade-ი, მაგალითად ვიცოდით რომ აქ 1 სანთელი, მეორე ძლიერი სანთელი და აქედან უნდა გავიხსნას trade-ი, ხო დავუშვათ. ამასაც გავუვლით ჩვენ სტრატეგიაში რა დროს ხსნით trade-ს. მაგალითად აქ უნდა გავიხსნათ trade-ი. დრო იყო აქ trade-ის გახსნის, ხო, ჩვენი გეგმის მიხედვით და ამ დროს ფასი მაღლა წავიდა და ჩვენ თქვით რომ აუ trade-ი რომ არ დავკარგო, მოდი ახლა აქ ავიღებ, რომ არ დავკარგო. აქ რაც არ უნდა მაღლა წავიდეს, შეიძლება აქ აიღო trade-ი და მოიგო, მაგრამ უკვე აქედან აღარ არის დაშვებული trade-ის გახსნა. რატომ? ახლა ვნახავთ. რა ხდება? ფასი წავიდა მაღლა და არ დავკარგოთ trade და ავიღეთ. რა ხდება ახლა აქ? აქედან ავიღეთ, გავრისკეთ 500, 600, უფრო მეტი $1000 და იმისთვის რომ ავიღოთ $1000. ეს არ არის trading-ი, 50-50 შანსები არ არის trading-ი, ეს არის gambling-ი. არ უნდა იყოს მოგება იმდენი, რამდენიც იქნება წაგებ. პროფესიონალ trading-ში ეგრე არ ხდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რომ დავამატო ბოლოსთვის არის ის, რომ არ არის საჭირო ჯერ ერთი ყოველდღე მარკეტის ყურება და ყოველდღე ანალიზების გაკეთება, იმიტომ რომ ეგ მე იწევს over trading-ს, დიდი ხანი როცა ხარ მარკეტზე, ეგ იწევს შენ წაგებასაც და რაც უფრო მეტ ხარ, შესაძლოა უფრო შეგიყვარდეს კიდეც ეს საქმე, მაგრამ შესაძლოა მოგბეზდეს კიდეც. ეგ კიდევ ერთ საშიშროება არის და ისიც რომ რაც უფრო მეტად ხარ, მე მით უფრო რთულად უყურებ მარკეტს, არა და პირიქით მარკეტს უნდა შეხედო ძალიან მარტივად. კიდევ ერთი წესი არის ის, რომ სანამ სატრეიდოთ არ დაждები, იქამდე არ შეხედო მარკეტს საერთოდ. 1 საათი ადრე, 2 საათი ადრე არ უყურო მარკეტს, არამედ როცა აპირებ რომ შენ ტრეიდინგის დრო მოვიდა, რაღაც კონკრეტული დრო, დაჯექი 15 წუთით ადრე, მარკეტის ანალიზი გააკეთე, ყველაფერი მოიხილე რა ხდება, რას აპირებ ამ კონკრეტულ მომენტში და მერე გახსენი ტრეიდი. იმიტომ რომ შეიძლება მაგ მომენტში 1 საათი ადრე რომ შეხვედი, შენი ბაიასი იყო სიტყვაზე ფიქრობდი რომ აღმავლობაში წავიდო და აქედან და მე 15-10 წუთით ადრე რომ დაჯექი, უკვე სხვა მარკეტი შეხვდა და მაგან გამოიწვიეს შენი წაგება. მაგ კიდე რაშიც დამატება შეიძლება. ხო და ეხლა order block-ები და fairwall-ები ცოტა ისე ახსენეთ, უფრო risk management-ის გაკვეთილი იყო, ამიტომ order block-ებს და fairwall-ებს ცალკე გაკვეთილიც ექნება შემდეგში. კიდე გადავხედოთ რა შეიძლება. ხო, ამ დღევანდელი დღისთვის, ამ გაკვეთილისთვის სულ ეს იყო და დაიმახსოვრეთ ის, რომ მარტივად არაფერი არ ხდება, მით უმეტეს ტრეიდინგში და რაც უფრო მეც მოითმენ ამ კონკრეტულ საქმეში, არომ ყველა საქმეში, აქ რაც უფრო მეტად დაელოდები მარკეტს, რომ 100%-იანი შესაძლებლობა მოგცეს, მით უფრო სხვებზე წინ იქნები, რაც უფრო დაკმაყოფილებით ცოტა ტრეიდს, მით უფრო მეც მოიგებ. და მთავარი არის, რომ სიხარბე არ იყოს და წინასწარ გავსაზღვრო, რომ კვირაში სიტყვაზე რამდენის მოგებას აპირებ. აბა ამ დღისთვის სულ ეს იყო და შემდეგ ვიდეომდე.